მას ასე გიბრუნდებით პირდაპირ ტრანსლაციით ბათუმიდან, სადაც ბათუმი უხვდება ქუთაისის აიას. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გვაქვს 7-8 სტუმრების ასარგებლოდ. საკმაოდ ისეთ მძიმე პირველ ტაიმს მივადევნეთ თვალყური, ორ მხრივი შეცდომებით წარიმართა ძირითადად და ერთმანეთის რაღაც თქვა დისციპლინარულ შეცდომებზე ცდილობდნენ გუნდები საკუთარი თამაშის აგებას. სტატიკაში გქონდა საინტერესო ეპიზოდები, მოახერხა ქუთაისის აიამ დაეჯარიმებინა თქვა მეტოქე. ორივე გუნდს აქვს შანსი მოკლედ პირველი ტაიმის შემდეგ რომ იმარჯვოს დღევანდელ მატჩში. საინტერესოა რა ცვლილებები, რა ტაქტიკური ცვლილებები შეიტანეს გუნდებმა საკუთარ თამაშში. დღევანდელ მატჩს თქვენთვის უძღვებით მე ლაზარე ქარჩხაძე და გელა ლემონჯავა. ხო, ცალსახად რაც შეიძლება რომ აღინიშნოს ეს არის რომ ბათუმს ფიზიკურობაში ნამდვილად ჰქონდა უპირატესობა ორთა ბრძოლებში, მაგრამ აიამ თავის შანსები სადაც გამოსაყენებელი იყო, იქ გამოიყენა და ტაიმის მიწურულს უფრო კარგად იგრძნო თამაში და ნახოთ მოკლედ გასახდელში ვინ რა შეცვალა და როგორ განვითარდება მეორე ტაიმი რა თქმა უნდა აქ ორივე გუნდს აქვს გამარჯვების შანსი და ვეჭვობ რომ დაძაბულ თამაშს ვიხილავთ მატჩის ბოლომდე. როგორც ჩანს ციკლაური რომელიც რომელსაც თავი გაიტეხა სამწუხაროდ ვეღარ შეძლო მოედანზე დაბრუნება და ჩინჭველაშვილი გააგრძელებს თამაშს აქ კონჩეტელაზე ცდილობდა ბათუმის ამოსვლას. შეებოჭეს პირცხალაიშვილი. დევერთი მიზალება მორკინალებით ნახოთ აი ეს გააზრებული მაღალ ტემპში მწვავე ფაზების აკინძვა ორივე გუნდს უჭირდა განსაკუთრებით კი ბათუმს მეორე წელში პირველი ტაიმის თავიდან უფრო აქტიურად სწორედ მასპინძლები ჩანდნენ მოედანზე. ნახოთ რა გამოვა მეორე ტაიმში ბუჯიაშვილმა კარგად მოუნაცვლა თითქოს შეტევას მიმართულება ვილიამსი ამოუგდო ბურთით ხილაიშვილს. ხილაიშვილმა შეინარჩუნა ბურთი რაკში და თაგაური ეძალება საბოლოო ჯამში სწრაფად ცდილობს ბურთის გამოტანას. ბუჯიაშვილი აქ გაურკვევლობა რაკში გამოვიდა ხაზზე საბოლოო ჯამში ჯინჯველაშვილმა დაიკავა 10 ნომრის პოზიცია სავარაუდოდ ნოზაძე გადაინაცვლა უკანა ხაზში. ჯარიმის უპირატესობას მიიღო ბათუმმა ჯინჯველაშვილმა დააქნია თავად შეუტია კი ბატონო საერთოდ და უპირატესობა დაბრუნდება აქ. კი ბატონო საინტერესო არის ახლა ბათუმი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ზედ ძელებს შორის არის ახლა ეს ჯარიმა და შეიძლება გაგზავნონ კიდეც. ხო, კარგი დასარტყმელი არის ნამდვილად და აქ ბათუმს შანსი ექნება რომ წინ გავიდეს. იმზადება ნოზაძე ამ დარტყმის შესასრულებლად. გამორბენი და გაუცდა ეს დარტყმა გაუცდა. რაც იმას ნიშნავს რომ რჩება ანგარიში 7-8. ხა არაფერში არ ჭირდებოდა ეს ჯარიმა იამბაკის. განაახლებენ ახლა თამაშს 22-დან თაისელები. შეიყვანა ბურთი თამაში. სარალიძემ
ნახოთ მიიღეს პირველი ბურთი მარტივად ბათუმელებმა მოდის შეტევაზე ტამბუ. რამძლავრი კონტაქტი გაიარა ყველა და ყველაფერი ტამბუმ აგძელებს შეტევას მიუახლოვდა მეტოქის ლელოს. 5 მეტრიანთან შეაჩერა მისი ეს ყვითელი ბარათია 1000%-იანი. ხო, შვანგირაძე დაისვენებს შემდეგი 10 წუთის განმავლობაში. ხო, შვანგირაძეს რა უყურს არ ვიცი, მაგრამ ლელოს კი გადაარჩინა თავის გუნდი და ნახოთ თუ გამოზრა აი ამ ეპიზოდიდან შეიძლება არც ეწყინოს ეს ყვითელი ბარათი მას. გაათამაშა ბურთი კი ბატონო აქ შამილიშვილმა. მაგრამ რა თქმა უნდა მორკინალები გადავლენ ისევ დაჩეჩქვაზე რაც კარგად გამოსდიოდათ პირველი ტაიმის მსვლელობისას, მორიგი მიძალება 2 მეტრი ლელომდე აქ წაიღო საპირისპირო მხარეს ბურთი ბათუმმა. შეაჩერეს ზედ ჩათვლის მოედნის წინ ნახოთ კიდევ ერთი მიძალება ბატირერენ გადახვდა ამ შეტევას. არის ბურთი როგორც აბულაშვილმა მიანიშნა. მეთქები შათირიშვილი წავიდა წერად და დუბლზე წავიდა შათირიშვილი და მიითვალა მეორე ლელო. მაგრად ითამაშა აქ. დუბლზე არა ის პირველი ლელო გაუქმეს კი ბატონო. კი ბატონო ბათუმი წინ გადის კვლავ აქ. ანუ აი ეს ის თამაშია რომელიც ბათუმის არის დღეს ნამდვილად ფიზიკურობა კვლავ აღნიშნოთ, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა კავენი ტამბუს გარღვევა უნდა გამოვარჩიოთ, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი და ხო ნუ რომ არა შვანგირაძის ისქმედება შეიძლებოდა იმ ფაზაშივე დასრულებულიყო ის შეტევა და ნუ ასეც იქნებოდა დიდი ალბათობით. მაგრამ ლელო ცოტა ხნით გადაედო აქ ბათუმს და მიითვალეს საბოლოოდ ლელო, თუმცა სხვაობა ის არის რომ აია 14 კაცით განაგრძობს თამაშს აქ. ხო, კიდევ ერთი დარტყმა გაუცუდდა აქ ბუბა ნოზაძეს და ბოლო 5 ქულა გაანიავა. რაც კარგის ნიშანი არ უნდა იყოს ბათუმისთვის. თუმცა დიდი უპირატესობა არ იგდეს. ესეთი დარტყმები, ესეთ თამაში მნიშვნელოვანი არის ხოლმე ძალიან. თანაც ნუ ეს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა თქო რომ გითხრათ ეს ბოლო ორი დარტყმული მოგატყუებთ. შეიყვანეს ბურთი თამაში აიელებმა. ხო, შემდეგი 10 წუთი მოუწევთ სერიოზული წნეხისთვის გამკლავება სტუმრებს. თუ იპოვა მით უმეტეს ათამაშო სვლა. აქ უკვე ერემეიშვილია ბურთზე პირველი რიგში. მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეხლა ეს ნამდვილად აიასთვის. ანუ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს თამაში. ბონუს ქულაც და ნუგეშის ქულაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის. კი, თითოეულ ქულას ამ ეტაპზე უკვე ოქროს ფასი აქვს დიდი 10 სატურნირო ცხრილში. აიას შესანარჩუნებელი აქვს პირველი პოზიცია, ბათუმი ცდილობს დაეწიოს პირველ ორ ადგილოსანს, ასევე არ დაკარგოს ის 10 ქულიანი უპირატესობა, რაც მე-4 ადგილოსთან თბილისის ხომთან, არმიასთან და რუსთავის ხარებთან აქ იქ ხო ცხრილ შუა წელში საერთოდ. ესეთი სიტუაცია, ყოველს თანაბარი ქულები აქ მივყვეთ თამაშს და შემდეგ გავაგრძელოთ სატურნირო ცხრილზე საუბარი. ავიდა სიღრმეში ბურთი. ანუ ცოტა აია შეტევაში, მაგრამ გვახსოვს რომ პირველი ლელომაც სწორედ ესეთი არეული სიტუაციიდან ისარგებლეს და მიითვალეს. აქ ძალიან კარგია ფირცხალაიშვილი, რომელმაც
ისე განმუხტა სიტუაცია უკეთესად ვერ ინატრებდი და თავის გუნდს აქ პირიქით სწრაფი შეტევის შანსი მიცა. ხილაიშვილმა შეინარჩუნა ბურთი. კლავ ტამბუ რომელსაც ვერ აჩერებენ დღეს. ბოლოს ხუციძემ შებოჭა. შათირიშვილი რომელიც ყველაზე აქტიურია საკუთარ გუნდში. კი ბატონო, დღეს ბათუმის პირველი ხაზი ნამდვილად გამოირჩევა აქ პასი ხო არ ჯობდა არაბულის შესრულებით მიყოლაზეც ნოზაძე არის საბოლოოდ ბურთს არანელებს ბათუმი არანელებს და გრძელდება მათი შეტევა ბუჯიაშვილმა აქ არ უნდა დააგდოს შეტევის ტემპი თუმცა ცოტა დაუვარდათ შათირიშვილი პირველი ხაზი ბურთაობს და ძალიან შეანელეს შეტევა თუმცა აქ აუ დისციპლინობა მოკლედ აიას მხრიდან ჩარჩნენ აქ რაკში რაღაც თითქოს შეგრძნება დამჩა რომ ამ შეტევაში დაღლილობამაც იჩინა თავი აიას მხრიდან და ვერ აყუნენ რაღაც ამ შეტევის ტემპს ну ეს რა თქმა უნდა ჯარიმა იყო თუ უნდა აიას ამ ჯარიმის არიდება ბურთზე არ უნდა ეთამაშოთ აქ ნამდვილად მარტივი ჯარიმა ეხლა ფირცხალაიშვილს შესასრულებლად რაც იმას ნიშნავს რომ 7 ქულამდე უნდა გაზარდოს წესი და დარიგით უპირატესობა ერთი გარდასახულელო აღარ იყო აიას დამრტყმელი შეცვალა აქ ბათუმას და ფირცხალაიშვილმა გადაიბარა ეს პოზიცია ისიც უნდა აღინიშნოს რომ ბათუმს ძალიან მნიშვნელოვანი მორაგბეები აკლია ბიჭები რომლებიც სამხრეთ აფრიკაში თამაშობენ ჩელენჯერის 7 კაცად ჩელენჯერის ტურნირს საპასუხოდ ქუთაისიდანაც ირაკლის სიმსივე არ არის კი ბატონო ბათუმს აკლია რომან მახათაძე და მიქაძე კი ბატონო ამასობაში შეიყვანეს ბურთი თამაში და კი ბატონო ვაჟა მიქაძე არ არის და რომან მახათაძე ბათუმელთა მხრიდან ხო ჩვენ ვახსენეთ ქუთაის აიას დანაკლისიც მათ ერთვაშად კოხოძე ბაბუნაშვილი მეტრეველი აკლია და კოხოძეც გამოუჩა კი ბატონო კოხოძეც გამოუჩა რომ და დღეს მახარეიშვილის დანაკლისიც პლუს დაემატათ მატჩის მსვლელობისას რაც ნუ სერიოზული არის ორივე გუნდი როგორ მომენტში მოახერხა და დატოვა ბურთი მოედანში აქ ძალიან აწუხებს კონტრაქტში ბათუმი მეტოქეს ნუ აი მაგრას ღუდავენ ბათუმელები რაკში ქუთაისლებს ხო ნუ ეს კონტაქტის არე და რაკი ეს ორი კომპონენტია რასაც ქუთაისელები ჯერჯერობით აგებენ და ამის გარეშე ძალიან რთულია რაიმეს ფონს გასვლა კლავტამბუ და ეს მორაგბე უბრალოდ წინავს დღეს ბოჭვას ვერ უკეთებენ მას და აქ რა ბურთს კარგავს ტამბუ რა ეპიზოდში აქ დაცვაში იყო ძალიან კარგი თუ არ ვთები ჯარიმა კლავ გივიკაშია გახდათ ეს მორაგბე სამწუხაროდ მოდის გიხდით ჯარიმის ეპიზოდი გამოუჩა როგორც ჩანს ვერ შეელია ბურთს კლავ ბურთს ვერ შეელია აია ну იმის ფონზე რომ ესეთ ფორმაში მყოფი ბათუმი დაამარცხა გასულ ტურში ლელომ მატჩი რომელსაც ველოდებით ამ თამაშის დასრულების შემდეგ ისიც სავარაუდოდ უაღრესად საინტერესო უნდა გამოდგეს რადგანაც ლელო ესეთ კარგ სვლაზე ყოფილა ესეთი ბათუმი დაუმარცხებია. მოსულიშვილი არის დერეფანში ზუსტი მოლი ჩამოყალიბდა ჯერჯერობით ნელ-ნელა მიდის წინ ბათუმი. ნახოთ აქ თუ მოახერხებენ რაიმეს დაპირისპირებას ქუთაისელები ეს პირი არ უჩანს ამ შეტევას და ძალიან მარტივად ესე ნელი ნაბიჯებითა და სულით შეისეირნეს ბათუმელებმა მეტოქის ლელოში გიორგი შუკაკიძე გახდათ ლელოს ავტორი და ქუთაისის უპირატესობა ძალიან ძლავრი გახდა. ხო, ცნობა უკვე სათამაშო კომპონენტებშიც გარდა ანგარიშისა. ქუთაისი
ქუთაისმა რაღაცა აი ამ რაღაც უნდა შეცვალოს თუ უკვე გვიანი არ არის ნახოთ. ბათუმი კი დარწმუნებული ვარ ისეთი შემართებით არის რომ შეეცდება ბონუსისკენაც გაიწიოს ნამდვილად. მზადება ფირცხალაიშვილი. ხო ნუ ისე მიდის ეს რეგულარული სეზონის მეორე წრე რომ ძალიან საინტერესო პლეიოფები გველის ვეჭვობ. რადგანაც ეს ბოლო თამაშებია ბევრი სიურპრიზი შეგვხვდა დიდაჩი. მოკლედ ბათუმმა 7 ქულა გაანიავა და შანსს უტოვებს მეტოქეს კვლავ. ოშვიდი ქულა აცილეს. ერთი ჯარიმა იყო. ბურთით ლონტი შეიყვანს სწორედ თამაში. 28-12 ქულიანი ჩამორჩენა აქვს. აქ თამაში დაიშალებს. ხო, ეს შესანიშნავი შანსია მით უმეტეს სავარაუდოდ ეხლა უნდა შემოვიდეს გასიმბინებული მორაგბეც. დავნახოთ. მოედანი დატოვა ალეკო შამილიშვილმა და მის ნაცვლად გიგა კობახიძე ითამაშებს, რომელიც აიას აღსდილია და არეში მოღვაწეობდა რამოდენიმე წელი და ნამდვილად გამორჩეულია ეს პირველხაზელიც. და ასევე შემოვიდა ბაჩუკი ჭუმბაძე ჯაბაშ ათირიშვილის ნაცვლად, პირველი ხაზი ნამდვილად გამოირჩეოდა ბათუმის დღეს და ეს უკვე არაერთხელ აღნიშნეთ და მარკაფიდანაც ისეთი მოთამაშეები ჩაირთვნენ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ შეეცდებიან არ დააგდონ ეს შემართება, რაც მოახერხეს თამაშის პირველ ნახევარში მათმა თანაგუნდელებმა. ნახოთ აი პირველი შერკინება და პირველი შანსი მათ რომ დასვენებულებმა დაამტკიცონ ეს ყველაფერი. ეს შერკინება არ გამოიყურება სტაბილურად. კი. ზუსტად ეს საბა ბულაშუმაც თავიდან მოაწყობს ახლა შერკინებას და ერთბაშად სამცვლელობას ვიხილავთ შემდეგ ქუთაისაიას შემადგენლობაში. ლუკა შენგელია, ილია გაბისონია და საბა ლაღიძე ემზადებოდნენ მოედანზე შემოსასვლელად. ნახოთ. ერკინენ მორაგბეები. ნუ აქ წალეკეს უბრალოდ აი ეს შერკინება და წაართვეს კიდევაც ბურთი. მოიპოვეს კი ბურთი. გაუჭირდება ნამდვილად აი ეს ასე. წებს შეტევას ბათუმის საკუთარ ნახევარზე აგრძელებინებს რაკს ახლა ბუჯიაშვილი. გამოყენებისკენ მოუწოდებს უკვე აბულაშვილი. მაღალი ბურთი აიწია აქ და თომას უშვებს კვლავ აია ფოფხაძეს ჩაუვარდა გარბის ფოფხაძე მიყოლაც არის გადაყრის სახით სტრაფი ბურთიც არის ხაზზე გავიდა ბურთი აქ ხო ეს საინტერესოა აქ ვილიამსი რომელსაც დააბიჯა ნამდვილად აქ ლელო ჩათვალა საბამ გვერდ თანამსაჯმა აუტიაწია და აუტი იქნება. ხო, გიგაც ხილვაძემ დააფიქსირა ეს ეპიზოდი ახლა და გამოჩნდა თანათლად გამოჩნდა რომ იქ იყო ეს ფეხის დაბიჯება. საჯიც ისეთ პოზიციაში იყო რომ ხო, ნუ უკან იყო. რუიზისგან კი ბატონო, უკან კი. ნამდვილად
ნამდვილად აუტია ეს გადარჩა ამ შემთხვევაში აი ნამდვილად ფრუიძეც გადარჩა იქ ჩარტყმას უბრალოდ უკან წავიდა მისი ხელიდან ბურთიდან საბოლოოდ მოკლედ აიასთვის ისე დასრულდა ეს ეპიზოდი რომ ალბათ უკეთეს ვერც ინატრებდნენ ხო დრო გაჩერდა და საკუთარ 5 მეტრიანში მოუწევთ ეხლა დერეფრინდან შეიძლება საიმედო თამაში სამაგი ცვლილება გვაქვს როგორც გითხარით ილია გაბისონია საბალაღაძე და ლუკა შენგელია ჩაერთვნენ თამაში ამჯერად დერეფანში ზუსტია აია პატირე რენგას დარტყმა რომელსაც დახვედრა იყო ასევე ძალიან მძლავრი დააგზელებინა რაკი ხუციძემ ძლიერი დარტყმული ვნახოთ ჩება მოედანში და ხო სერიოზულ შეცდომას უშვებს არალიძე ყვითელი ბარათია ეს ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება დრო გაჩერდა რა თქმა უნდა თაისაია კაი 11 ნომერი იყო ხო? კაი ვიდეოზე ნახე იმართება ვიდეოს შესამოწმებლად საბაბულაშვილი ეს კი გიორგი ნემსაძე შეიძლება წითელ ბარათიც გაიწიოს. კი ბატონო. წითელი ბარათი. საინტერესო იქნება გამეორებით ამ ეპიზოდის ნახვა. ანუ ესე სისწრაფეში ესე ეგეთი სახიფათო დაცემა. ხო, შემამსუბუქებელი არანაირი გაირმოება არ იყო როგორც ჩანს. ანუ მინიმუმ ყვითელი ბარათი იყო რაც იგრძნობოდა. პირდაპირ კაცზე თამაშობს ახით ეცემა წითელი ბარათი. ხო, ურთულეს მდგომარეობაში დარჩა ეხლა ქუთაისაია. მთელი დარჩენილი 20 წუთი 20 წუთზე ცოტა მეტი იქნებიან კაცნაკურლები, ისედაც თან უკეთესვლაზე იყო ბათუმი ბოლო წუთებში, ანზორ სარალიძე გაწითლდა. იმდენად წამგებიან პოზიციაში იყო ანზორ სარალიძე ამ ორთაბრძოლის დროს, რომ აი ძალიან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა და გამიზნულად ესე დასამტვრევად წავიდა მეტოქის ესე ცოტა უხეშად რო ვთქვა და სამართლიან დაისაჯა წითელი ბარათით გამეორებას რო გვენახა კარგი იქნებოდა როგორც ჩანს სახიფათო იყო ძალიან ვარდნა და გამოიყენეთ 9 ხო აქ ფსიქოლოგიური უპირატესობა აქ ჯერ ძალიან დიდი ბათუმს ეხლა იციან რომ მთელი მატჩის განმავლობაში მეტნი იქნებიან მოედანზე და ქუთაისაიამ პირიქით რაც რა ვიცი რთული არის მოედანზე დარჩე კონცენტრირებული როცა მსგავსად ისჯები მით უმეტეს როცა უკეთესი არის შენი მეტოქე მოედანზე კიდევ ერთი ჯარი მასობაში ანუ აი ამ დაკარგა სრულიად მატჩის სადავეები პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ მათ და სამწუხაროდ ეს ნამდვილად წითელი ბარათი ხო პირდაპირ სახით ბურთმა გადაარჩინა შეიძლება ძალიან ცუდად დამტვრეულიყო ლეგიონერი ბურთმა გადაარჩინა რომ შედარებით რბილად დაეცალა მie ბურთი ვიღაცა მიეც აი ეხლა მოვიდა ბურთი და შესაბამისად უნდა ვაცადოთ რა ბათუმმა დაკარგა ბურთი რომ ნახოთ რას მოიფიქრებს ეხლა აია გამოჩნდა ურიცხობრივი უპირატესობა ჩათამაშდა ბურთი ბოლომდე თუმცა ძალიან კარგად დახვდნენ აქ მათ ორკინალს თონგე გაბელაიას და გადაიყვანეს მოედნის ფარგლებს კარგად საბა ხონელიძე გახდათ მე მგონი ეს მორაგული კი ბოდიში ხონელიძე არის 16 ნომრით
კი დამწუხრებული ქუთაისის აიას მორაგბეები თავად ანზორ სარალიძეც დავინახეთ. ბაჩუკი ჭუმბაძეც შავი ლომიდან შეერთებული ბათუმის ბათუმს. რა ბათუმის ადგილას მეტაჩის მართლა ეწელებათ ეს მომენტები. უფრო სწრაფად უნდა ითამაშონ, იმიტომ რომ ხო აქ ბონუსკულის შანსიც ააქვთ მათ და გადაცემაც შეიძლება საბოლოოდ გაკეთდა გადაცემა ლელოსთან ახლოს არის ბათუმი და გაიტანს ნინიძე საკუთარ ლელოს. წერტილი დასვა დღევანდელ მატჩში აქ თუ არ შემოწმდება პასი. დრო გაჩერებულია და მოწმდება. ეს ეპიზოდიც. ნუ საპელირება იყო იქ ტრიბუნიდან, როგორც ჩანს რაღაც საკამათო მომენტთან გვაქვს. ხო, ბოლო გადაცემა მოწმდება. ნახოთ. კარგი რაკურსი გვექნება თუ არა პირველ რიგში ჯერ ეს და მერე დავეულოთ გადაწყვეტილებას. ეკრანთან მიდიან მსაჯები. ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვნახულობთ გამეორებით ეპიზოდს. აი, ხო გამოგვიტანეს სწორედ. აი, აბა ერთხელაც ვნახოთ. ო, აშკარად ხელის გადაიდანაც უშვებს პასი, იქედან ბურთი წინ მიდის რა. და ხელის მოძრაობა წინ არ გაწეული. აი, წინ კი, ნამდვილად წინ პასია. ლელო არ ჩაითვლება, მეორე ლელო გაუგუქთა დღეს ბათუმს. ესეც წინ პასი იყო ნამდვილად. შეკინება იქნება აი ეს. ბოლო 15 წუთში შევდივართ დღევანდელი მატჩის. კი. დასკვნითი წუთები გვიახლოვდება. კიდევ ერთხელ გამოძრა ქუთაისაია ამ სიტუაციიდან და არაფერი არის გამორიცხული, ესეც ვთქვათ. უბრალოდ იმდენად დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა მეორე ტაიმში ბათუმის ბათუმმა, რომ ამიტომ არის სათუო ის რომ ქუთაისაია მოახერხებს თამაშ დაბუნებას, თან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოუცდელი მორაგბის შემოყვანა მოუწია დღეს მოედანზე. გიორგი ნემცაძეს დიდი აქვს დანაკლისი ქუთაისელებს. ხლონტი გამოიტანა აი ამ ბურთის შერკინებიდან მაღალი ბურთი აწიეს მათ და ბურთი ვის დარჩება, ეხლა ეს არის საინტერესო. ბათუმს რჩება საბოლოო ჯამში. აი ეს დარჩა თურმე. დაიბრუნეს ისე უკვლავ კი. ხონელიძემ მარცხნივ ბატირერენ გაათამაშა. ნოდარ დოლიძემ მარჯვნივ მორკინალები ჩართო საქმეში, კიდე უფრო მარჯვნივ წავიდა ბურთი. ფრუიძე სიღრმეში წავიდა წერა შვანგირაძე. მაგარი სტარტი მიცა შვანგირაძემ, თუმცა საბოლოოდ ვერ მოახერხა მოედანში დარჩენა. კი, და შებოჭეს ის. შედეგადაც დატოვა მოედნის ფარგლები, არა და აჯობა ძალაშიც ცუდად შევიდა იქ ბოჭვაზე პიტერ ვილიამსი. კიდევ ერთი შეტევის შესაძლებლობა ეხლა ბათუმის ბათუმს. შეეხება კვლავ დღეს გასამართ მატჩებს, ამ მატჩის დასრულებიდან ძალიან მალევე ქუთაისის არესისა და თბილისის ლელოს დაპირისპირებას შემოგთავაზებთ 16 საათსა და 00 წუთზე. ძალიან საინტერესო მატჩი გველის გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ.
ხვალ კი მთელი წყება გვაქვს მატჩებისა, რომელსაც მოგახსენებთ პირველივე შესვენებაზე ნინიძემდე ჩავიდა ბურთი ამასობაში გადაიკიდა ნინიძემ თავადვე მიყვება, თუმცა იცავს ლელოს საკუთარ ლელოს თაისის აია. ახდება აქ საინტერესოა. დამწყმელზე წინ ყოფილა ნამჯერად უკვე ქუთაისლები, ბათუმელები და დაისაჯნენ ჯარი, მით კლდიაშვილია დაშავებული და საინტერესოა მას რა მოუვიდა კი ბატონო. უცებ მოგახსენებთ ხვალ გასამართი მატჩების შესახებ და პირდაპირ ტრანსლაციების შესახებ 10 საათზე მოანასა და ჰარი ქეინსის მატჩს შემოგთავაზებთ. ჩვენს პირდაპირ ეთერში სუპერ რაგბის მორიგი ტური გვექნება, ვორათაზი ფორსის მატჩი გვექნება 12 საათსა და 35 წუთზე. რუსთავის ხარებისა და სტეფანწმინდის ყაზბეგის დაპირისპირება უკვე 14 საათსა და 00 წუთზე. ძალიან საინტერესო მატჩი ბოლნისის ყოჩებისა და თბილისის არმიას შორის 16 საათსა და 00 წუთზე აიღებს ეს მატჩი. სტარტს 6 ერის ფინალი ფაქტობრივად ირლანდიისა და საფრანგეთის მატჩების გუნდების დაპირისპირებით 18 საათსა და 15 წუთზე და შოტლანდია უელსი 20 საათსა და 45 წუთზე ჯინჭველაშვილმა გაჭრა ხაზი ამასობაში და მიყვებიან მას მარჯვნივ თანაგუნდელები ბაჩუკი ჭუმბაძე, ფოფხაძე, ნინიძე და ნინიძე გაიტანს. ამჯერად უკვე ნამდვილად გაიტანენ ლელოს ბათუმელები მატჩის 79 წუთზე. ესე მარტივად არ ვიცი, ესე მარტივად გაიარეს ბათუმელებმა მეტოქე რომ ნამდვილად ჩემპიონატის ლიდერს არ ეკადრება. ანუ მე მაინც მგონია რომ მოქმედი ჩემპიონი პლეიოფში რადიკალურად სხვა გუნდი იქნება. კი, ვიდრე დღევანდელ მატჩში ვადევნებთ მას თვალს. და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან მაინც ისინი, რა თქმა უნდა, წლევანდელი გათამაშების. მაგრამ პლეიოფში უშეღავათო ბრძოლა იქნება, ეს კიდევ ერთხელ დასტურდება. მოგლეს პირწმიდად იგებს ბათუმი დღევანდელ მატჩს და ნახოთ 7 ქულა იგაანიავეს დარტყმებით. მათ ნახოთ 9 გახდება თუ არა ეს. დარტყმა ამჯერად ზუსტია ფირცხალაიშვილი სხვაობა იზრდება 19 ქულამდე. ბედი გადაწყვეტილია მატჩის, ინტრიგა გვჭება ის ბონუს ქულა, რომელიც ბათუმს შესანარჩუნებელი აქვს ამ თამაშში. თამაში განაახლა აქ ნიკა გლონტმა შორეული დარტყმით ოზდაურში ბათუმი ნახოთ პირდაპირ აუჩი გაგზავნიან თუ არა ამ დარტყმას. მოედანში გააწყვეტეს დატოვება ამ ბურთის. კონჩეტევაზე აია შვანგირაძე. კარგად აისხლიტა ორი მეტოქე. გადაყრაშიც კარგია აქ აია. ნახოთ აბა აკრიფეს ოდნავ შეტევის ტემპი. თამაში გრძელდება, ყდიაშვილი ცოტა უხერხულად ჩაუვარდა ბურთი მას. გოლიძე, ზურგს უკან გადაცემები, კიდევ ერთი კვლავ შვანგირაძე. მიიღეს ბურთი ბათუმის უკანა ხაზელებმა ამ შეცურების შემდეგ და გადაიყვანეს როგორც ჩანს. აი ამ შეტევაში მეტად გააქტიურდა, აია. ხო, გაბრაზდნენ მონაკვეთები. დაიტოვეს კიდევაც ბურთი მეტოქის ნახევარზე. გაგა არაბული ტოვებს მოედანს და მის ნაცვლად მანუელი რატუნიარავა შემოდის. ფიჯელი რო ალბათ ყველა მიხვდით.
დოლიძე, ღოლონძე გადაცემა, საბოლოოდ ფრუიძე, შვანგირაძე, ფთაზე ფრთისკენ მიდიან ქუთაისელები. გრძელდება თამაში აქ ლაპარაკის გამო ჯარიმდება. წინათ შემთხვევაში გააფრთხილა აბულაშვილმა. მეგონი ილია გაბისონია ჯარიმდება აქ ლაპარაკის გამო, წინა მომენტშიც აქტიურობდა ის საშტას შელაპარაკება მოქვს მხედველობაში და აქაც ნათლად გავიგეს ჩვენ მისი შეძახილი. არ ჭირდებოდა ნამდვილად ეს მას დაკარგა აი ამ ბურთიდან. ბათუმი შეუტევს კიდევ ერთ ლეველს. კი ბატონო, კიდევ უფრო გაიმყაროს უპირატესობა. მოიბო შანსი ექნება თმათ. მოიგო მეორე სართულზე მოსული შუმა ბურთი გამოვიდა ხაზზე და გაჭრა კიდევ ერთხელ ტამბუმ ხაზი შათილიშვილის შეეცილება მატჩი საუკეთესო მოთამაშეობაში ჯინჭველაშვილი ნინიძე გაიფორმებს დუბლს. ნუ ბოლოს გატეხეს ნამდვილად არ ველოდით არავინ ამ ყველაფერს. ტამბუ დღეს ნამდვილად ისე გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში. ბოჭვა ვერ გაუკეთეს მოკლედ. თან ესე სივრცეში გაიარა თქო ძალიან ბევრჯერ თქო თავისუფლად მოგატყუებს, ანუ შედის კონტაქტის არეში და უბრალოდ ვერ ბოჭავე. ხალაშვილის საკმაოდ რთული გარდასახვა, ეს უფრო სპორტული ინტერესი არის ახლა შეძლებს თუ არა თავის თავთან ამ გარდასახვის შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს გარდა ანგარიშის დაფიქსირებისა და ზუსტი არის ეს საკმაოდ რთული დარტყმაც, რომელსაც ასრულებს ახალგაზრდა უკანა ხაზერი. 34-ით 8 ანგარიში მატჩი 75 წუთი საბოლოო ანგარიში გაგვაქვს დასაფიქსირებელი მატჩი. ანუ შეიძლება აი ამ იგზნო რომ იმედი აღარ არის ამ თამაშის შემოტრიალების, მაგრამ აი ესე წაგება არ იმოქმედებს კარგად ხასიათზე. შემდეგ თამაშებში, ანუ აი ეს ნამდვილად არ გავს მოკლედ მოქმედი ჩემპიონის და ცხრილის ლიდერის თამაშს. ხო, დანაკლისი დიდი აქვს ქუთაისაიას და იმედია მოახერხებენ სწრაფად დაბრუნებას მორაგბეები, რომელიც მათ აკლიათ და იმ თამაშის პოვნას კოლ, რომელიც ჰქონდათ პირველ წრეში, აქ ვაჩუკი ჭუმბაძე ჩვეულ სტილში ტრიალებს მოედანზე, კარგი კონტაქტით დაახვედრეს. ესეთი უხერხული გამართული იყო ბოჭავი. უშანს გადარჩა ვაჩუკი ჭუმბაძე აქ თავში კონტაქტს ფრუიძის სტარტმა მოძებნაც არიელი წერტილი. ეს რეზულტატი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს მორიგ დაპირისპირებას, რომელიც ძალიან მალე დაიწყება ამ თამაშის დასრულების შემდეგ, რადგანაც აქ შანსი ეძლევა ბათუმს, რომ არესს გადაასწროს და არესი იბრძოლებს იმ თამაშში, ნამდვილად მოსაგები აქვთ მათ და თავის მხრივ ლელოს პლეი-ოფში გასვლა სურს და ესეც მათთვისაც მნიშვნელოვანი თამაშია. მოკლედ ველოდებით დაძაბულ თამაშს ამ თამაშის დასრულების შემდეგ. ჩაირთო დროც.
თავიდან მოუწევს მოწოდება ეხლა აბელაიას როგორც ჩანს არ იყო ჯერ მზად საბა აბულაშვილი ახლა ნამდვილად ჩაერთო დრო მოწოდა ბურთი მოიგეს ბათუმელებმა გამოვიდა ხაზზე თურმე მეორე ეშელონში გადაკიდებული ბურთი ჯინჭვალაშვილისგან არ გამოუვიდა მშვენივრად მოქმედებს აქ ქუთაისის აია ვნახოთ გაიჯახუნებს თუ არა კარს დღევანდელ მატჩში ეს ჯარიმაა და შეიძლება ყვითელი ბარათიც იქვე ძალიან მარტივი გადაწყვეტილება აბულაშვილის კი ბოლო 2 წუთს თანაბრათაც გაატარებენ მოედანზე გუნდები ნოზაძე დაისაჯა ყვითელი ბარათით ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ყვითელ ბარათს ოვაციებით შეეგება მაყურებელი და ტაში დაუკრეს ყვითელი ბარათის მიღების გამო. და ამასობაში კი ქუთაისელებმა ვერ გადაიტანეს ბურთი დერეფანში, რაც იმას ნიშნავს, რომ შერკინება ექნება ეხლა ბათუმს კუთარ ნახევარზე. 2 წუთზე ცოტა ნაკლები დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. კიდევ ერთხელ გამეორებით ბობანოზადის ბოჭვა, რომელმაც ის არ იყო საჭირო ბოლო მომენტში ფეხების ჰორიზონტალურად აწევა. აქ ჯარიმა იქნება შერკინებაში. დაბრუნდება უპირატესობა, რა თქმა უნდა. ბოლო შეტევა ალბათ დღევანდელი მატჩის. ბოლო შეტევას მივადევნებთ თვალყურს დღევანდელ მატჩში შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ სულ რამდენიმე წუთში ამ მატჩის დასრულებიდან დაიწყება მორიგი მატჩი დიდი 10-ისა სტეფან ქუთაისის არესი უმასპინძლებს თბილისის ლელოს მოწოდა ბურთი დერეფანში მოიგეს მაღალ წერტილში შეიკრა მოლი მატჩისთვის განკუთვნილი დრო ამოწურულია და აი ამ მოლს მივადევნოთ მოკლედ თვალი, სადაც ბურთი ჩაიხურა, რაც ნიშნავს, რომ თუ საბაბულაშვილს შეუტიოს ბათუმმა, ბოდიში აიამ შეუტევს, დარწმუნებული ვარ, შვანგირაძე გადაიყვანეს ძალიან მარტივად აუტში და დღევანდელი თამაში სრულდება ბათუმის პირწმიდად გამარჯვებით. ბათუმი ამ გამარჯვებით მიუახლოვდა მოწინავე ორეულს და ჩამორჩება ამ მომენტისათვის არის 5 ქულით არის რომელიც სულ რაღაც 5 წუთში გამართავს მატჩს ლელოსთან, ხოლო აიას 6 ქულით ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს ცხრილში კიდევ ერთხელ დაველოდოთ ჩვენს დარჩენილ მატჩებს მე დროებით დაგემშვიდობებით და ძალიან მალე შემოგიერთდებით. დროებით გემშვიდობებით, შემდეგ შეხვედრამდე.